არა ვაქცინები მძიმე მეტალებს არ შეიცავენ და ეს უბრალოდ სასაცილო დეზინფორმაციაა. სატირიალი რო არ იყოს, რა თქმა უნდა. და ახლავე აგიხსნით რატო. მაგრამ სანამ აგიხსნით, შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც აინტერესებს ვაქცინები, ვისაც არ გინდათ, არა იცრათ. I don't care anymore. არ არის აუცილებელი ჩხუბი კომენტარებში. შევთანხმდით? შევთანხმდით. Thank you. მოდი რა არის მძიმე მეტალები, ჯერ მაგი დავიწყოთ. მძიმე მეტალებია ის მეტალები, რომელსაც აქვს მაღალი მოლეკულური მასა და სიმკვრივე და მენდელეევის სისტემაშიც მაღალი ატომური ნომერი. მაგალითად, რკინა, ვერცხლი, ოქრო, სპილენძი და ასე შემდეგ. ზოგი მძიმე მეტალის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები ნივთიერებაა, მაგალითად, რკინა და თუთია, ზოგიერთი კიდე მომწამლავია და ტოქსიკურია. ოღონდ დოზის მიხედვით ცხადია, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერი სხვა ნივთიერების შემთხვევაში ტოქსიკურობას განსაზღვრავს ნივთიერების დოზა და არა სახელი, თორე წყლით ინტოქსიკაციაც არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წყალი ტოქსიკური ნივთიერებაა. თუმცა არც ერთი მძიმე მეტალი ვაქცინაში არ არის და არც არაფერი ესაქმება იქ. მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელებულია დეზინფორმაცია, რომ თითქოს ვაქცინა იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, შეფერხებას თუ აუტიზმს თუ სხვა რაღაც გართულებას, რადგან იქ მძიმე მეტალებია. ანდა რეალურად არ არის. ხვდებით ხო რა სასწაულია და სრული აბსურდი. საბოლოო ჯამში ეს ერთ შეხედვით აბსურდია და ცოტა სასაცილო, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელსაც მართლა დააჯერეს, რომ ეს ასეა და და ეს ადამიანები ან თავს იდანაშაულებენ, რომ მათი ბრალია შვილის გარკვეული მდგომარეობა, ან ბავშვებს იმუნიზაციას არ უკეთებენ და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისთვის მოწყვლას ტოვებენ. რაც ნამდვილად არ არის სასაცილო და ძალიან ცევდიანი ისტორია. ეს არის და ეს. მე გავაგრძელებ ვიდეოებს ამ მიმართულებით, თქვენ კომენტარებში დამიწერეთ კიდე რა გაინტერესებთ. წინა ვიდეოებიდან კი მაქვს ამოღებული და მინიმუმ 5 ვიდეოს თემა მაქვს მონიშნული, მაგრამ მაინც დაწერეთ, ეგება ახალი იყოს რამე. აქვე შეგახსენებთ, რომ მე ქიმი მარშანია ვარ, არჩილი. ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებთ. დროებით.